ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ ბოლო 8 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულმა პროექტებმა ერთ წიგნში მოიყარა თავი. კულტურის სამინისტროსა და კერძო სექტორის ერთობლივი პროექტი ერთ წიგნად სპეციალურად 26 მაისისათვის გამოიცა. მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ახალი საქართველო ასე ქვია ახალ წიგნს, რომელიც სპეციალურად დამოუკიდებლობის დღისათვის გამოიცა. ამ წიგნში შესულია ყველა ის არქიტექტურული პროექტი, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან დღემდე განხორციელდა. თუ კონკრეტულად რომელი პროექტებია შესული ამ წიგნში, ამას ახლა კურიერის ეთერში მოგვიყვება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბატონი ნიკა რურუა. ბატონი ნიკა, რო გითხრათ, ვინ მუშაობდა ამ წიგნზე და რამდენი ხანი გრძელდება? პირველ რიგში გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. იმიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს არც წინსვლა, არც პროგრესი, არც ახალი შენობები, არც ახალი სამუშაო ადგილი, არც ბედნიერება. და ამ ყველაფრის ნიშნად, ამ წინსვლის ნიშნად გადავწყვიტეთ კულტურის სამინისტრომ კერძო სექტორთან ერთად გამოგვეცა ახალი საქართველო, ესეთი ფოტოალბომი, რომელშიც დააფიქსირეს ყველა არქიტექტურული პროექტი, იქნება ეს იუსტიციის სახლები, განახლებული ქალაქები, მაგალითად პარლამენტი, რომელთანაც ახლა ვდგევართ, თუ ძალიან ბევრი რამ, რაც 2004 წლის მერე დღემდე გაკეთა საქართველოში. ეს შენობები ემსახურება ადამიანებს, არა მხოლოდ ესთეტიკას, მაგრამ მიუხედავად აი ამ მოკლე დროისა ისინი გამაცვიფრებელი რაოდენობით დაემატა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ქალაქებს, ჩვენ რეგიონებს და ეს ყველაფერი ამცვიფრებს ყველას, ვინც ამას ნახულობს, მაგრამ არ მინდა ეს ხალხი იყოს მხოლოდ უცხოელები, ესენი უნდა იყვნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც კეთდება ეს ყველაფერი და ამიტომაც სწორედ ამ ალბომს ყველა ქართული ოჯახი მიიღებს, როგორც აი მტკიცებულებას წინსვლისა, პროგრესისა და ნამდვილი ახალი საქართველოს შენებისა. ამ შენებაში მთელი საქართველო იღებს მონაწილეობას და ყველა უნდა იყოს ამის მოწმე. მინდა დიდი მადლობა უთხრა ადამიანებს, ვინც ეს რეალობად აქციეს, ესენი არიან ჩვენი კერძო კომპანიები, საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები, ესენი არის ბანკი Liberty, TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, როგორც ხედავთ, სოკარი, გალფი, ვისოლი, აი ამ ბიზნესებმა ჩვენთან ერთად გააკეთეს ესეთი კარგი საჩუქარი, რომელიც მთელ ჩვენს მოსახლეობას აუცილებლად მივა დღევანდელი დღის საჩუქრად. ბატონი, რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდით ამ წიგნზე? ამ წიგნზე მუშაობდით დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ როგორც მოგიხსენებათ, ბევრი შენობა, რომელიც აქ არის შეტანილი, აი სულ ეხლახან დამთავრდა ერთი თვის უკან, ერთი 2 კვირის უკან, ზოგიერთი თქვა რამდენიმე დღის უკან, ასე რომ ეს არის ძალიან ახალი, ძალიან აპდეიტირებული, ასე ვთქვათ, ვერსია ახალი საქართველოს. აქ ვერ ნახავთ ვერაფერს ძველს, აქ ყველაფერი არის ახალი. ახალი და ნამდვილად თვალის მომჭრელი ტემპით, ხარისხით და მასშტაბით. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს და ეს იქნება ჩვენი მოგზაურებული და ამ კომპანიების მოგზაურებული საჩუქარი ჩვენი ოჯახებისთვის. ბატონი, ჩვენ ვიყვებით ახლა ქუთაისის მთავრობის სახლში. თუ არის შესული ეს მთავრობის სახლი? დიახ, არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს მთავრობის სახლიც ერთ-ერთი შესანიშნავია გახსოვთ, აქ იყო მიტოვებული უბანი მთლიანად ასეთ ნარჩენი საბჭოთა ფსევდოინდუსტრიული ქალაქისა და დღეს ქუთაისი ხდება ერთ-ერთი მარგალიტი. როგორც სხვა შორის ის საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოში. ამას დაემატება სულ მალე ბაგრატის რეკონსტრუქცია, ბაგრატის დასრულებული ასეთი ტაძარი თავის მთელი სიდიადით და სილამაზით. ის არის იუნესკოს მიერ მთლიანად ხარდაჭერილი პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ ახლა ჩვენ და სულ მალე დაახლოებით აგვისტოს თვეში, სექტემბრისთვის ქუთაისი შემოემატება თავისი ერთ-ერთი მთავარი ისტორიული სიმბოლო ბაგრატი, რომელიც ასევე არის სიმბოლო განთლიანებული ერთიანი საქართველოს. დიდი მადლობა, ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა. როგორც უკვე მოისმინეთ, ეს წიგნი მომავალი კვირიდან საქართველოს მოსახლეობას საჩუქრად დაურიგდება. დიდი მადლობა მარიამ გაფრინდაშვილი საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში.